მაგრამ აქ საკვანძო მაინც ეკონომიკური გათავისუფლების პროცესია, რომელიც აქამდე არც ერთ ფრანგულ ყოფილ კოლონიას არ დაუწყია და არ განუცდია. თუკი აქამდე იმ კრიტიკულ რესურსებზე, რომლებიც ამ სამ ქვეყანას გააჩნია, პრაქტიკულად უპირობო წვდომა ჰქონდა საფრანგეთს და მიზერულ თანხებში იღებდა ამ რესურსებს, დღეს ეს მოცულობა შეცვლილია. მაგალითად, მალის მთავარი საექსპორტო პროდუქცია არის ოქრო და სხვა ძვირფასი მინერალები, ასევე ბამბაც. ბურკინა-ფასოს მთავარი პროდუქცია არის საექსპორტო ოქრო, ხოლო ნიგერის მთავარი საექსპორტო პროდუქცია არის ურანი და სხვა ძვირფასი მეტალები. ურანი საფრანგეთის არის კრიტიკული მოცემულობის რესურსი, გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთის ენერგომომარაგების თითქმის 70% არის ბირთვული ენერგია, რომელსაც ესაჭიროება ურანი და ნიგერი პრაქტიკულად 10%-ს აკმაყოფილებდა ფრანგული მოხმარების. დღეს, როგორც ვახსენე, ეს სურათი შეცვლილია და ამ რესურსებზე წვდომა პრაქტიკულად არათუ შეზღუდული, პრაქტიკულად განულებულია ამ სამი ქვეყნიდან ეს რესურსები უკვე საფრანგეთის მიმართულებით აღარ მიედინება. გამომდინარე ამ სამი ქვეყნის მსგავსი ანტიიმპერიალისტური ეკონომიკური პოლიტიკებიდან, ჯერ კიდევ 2023 წელს მათ წევრობა შეუჩერა ორგანიზაცია ECOWAS-მა. ECOWAS-ი ეს არის დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე ფრანგული ინიციატივით შეიქმნა და დღემდე წარმოადგენს საფრანგეთისთვის ინსტრუმენტს ამ სივრცეზე კონტროლისა და გავლენის შესანარჩუნებლად. და მაშინ ECOWAS-ის დანარჩენი ქვეყნები დაემუქრნენ კიდევაც აი ამ სამ ქვეყანას, რომ სამხედრო ინტერვენციაც არ იყო გამორიცხული, თუკი ისინი არ შეცვლიდნენ მათ პოლიტიკებს და არ დაუბრუნდებოდნენ დემოკრატიულ საწყისებს. თუმცა მაშინაც არც მალი, არც ბურკინა-ფასო და არც ნიგერი არ აღმოჩნდა სტატისტის როლში და 2023 წლის შემოდგომასვე მათ შექმნეს კონფედერაცია, საჰელის სახელმწიფოების ალიანსი. ეს კონფედერაცია არის თავის თავში მოიცავს კოლექტიურ უსაფრთხოებასაც, თუ რომელიმე ამ სამ ქვეყანას დაესხება თავს სხვა აფრიკული ქვეყნები, მაშინ დანარჩენი ორი მიიღებს მონაწილეობას. უკვე 2024 წლის იანვარში მათ უკვე თავად განაცხადეს ორგანიზაცია ECOWAS-ის დატოვების შესახებ, რომ ისინი ერთი წლის თავზე ოფიციალურად გამაფრთხილება, ასე ვთქვათ, გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთეს, ხოლო 2025 წელს იანვარში მათ უკვე საბოლოოდ დატოვეს ორგანიზაცია ECOWAS.